ეკატერინე შერვაშიძე კაპრანაძე 9 წლის. სწავლობ მე-13 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, მუსიკა, სიმღერა, ჭადრაკი, ლექსების გამოთქმის თქმა. ყველაზე მეტად მიყვარს მუსიკა. სწავლობ ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლაში და ვარ მეორე კლასში. პიანინო იმიტომ შევარჩიე, რომ სახლში გვაქვს პიანინო და ბავშვობაში სულ მინდოდა რომ დამეკ. ვიმღერე, შემდეგ რაღაცები გააკეთეს კალმით და ის გავაკეთე და იმით ჩავაბარე. რომელი სიმღერა ვიმღერე და ეს ლამაზი მთები. ეს ლამაზი მთები, ყვავილების მდელო, მავიარე სიმღერით, მთელი საქართველო. ახლა ჩემი საყვარელი სიმღერა არის ბახტრიონი. გიცქერი. ამ სიმღერის დროს ვუკრავ ფანდურს. 4 წლიდან დავდიოდი სტუდია ხანგებში ეთერ დაჩიზესთან და მაქვს ვისწავლე ფანდურზე დაკვრა. კიდევ მინდა ვიცოდე სალამურზე დაკვრა. ერთხელ გუნდში მქონდა გამოცდა ძალიან მომეწონა. მე სიამოვნა დიდ სცენაზე სიმღერა. ვიმსახურებდი, მაგრამ სამწუხაროდ ყვავილები არ ჩუქებიან. ჩემი აზრით შემდეგ კონცერტზე ყვავილებს მაჩუქებს დედა. ყვავილებიდან მე ვგავარ იას, იმიტომ რომ გაზაფხულს დავიბადე და გაზაფხულის מחარობელი ვარ. ჩემი სპეციალობის მასწავლებელია სვეტლანა ურუშაძე. ის არის ძალიან კეთილი, მეგობრული, საყვარელი. ბავშვობაში მუსიკა შემოყვარა მერი ბებიამ. ძალიან გამიმართლა, რომ სვეტა მასწავლებლისნაირი მასწავლებელი შემდგა. მე მინდა კონცერტი მქონდეს თბილისში. ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ მეგობრულია, კარგი მასწავლებელი მყავს და კარგი კლასი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია თიკა მგზავრიძე. ყველაზე მშვიდია ნინო კიკნაძე. ყველაზე ცელქია ნუკრი მაისურაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია სალომე ჯანელიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია და ჭკვიანი. ჩემი საყვარელი საგნებია ჭადრაკი და ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე თურქული. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ნონა ცეცხლაძე. იმიტომ რომ მეგობრულია, მეხუტება, საყვარელია და კარგად ცხნის ყველა გაკვეთილს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ახლა მინდა ვიყო 12 წლის. იმიტომ რომ უფრო ლამაზი ვიქნები და ჭკვიანი. სახლში ცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი ბებოები. მინდა მყავდეს 2 და 1 ძმა. დედის ერთობა ცუდი იმიტომ არის, რომ ზოგჯერ მარტო ვარ და მოწყენილი. მამიკო არის სიმპათიური, მოკეიფე, შრომელი, მხიარული. დედიკო არის ლამაზი, პრანჭია, მზრუნველი, თბილი. კიდევ არის კარგი დიასახლისი და კარგად აკეთებს ყველა საჭმელს. ყველაზე კარგად გამოსდის პილმენების გაკეთება. სხვათა შორის მეც ვიცი საჭმელების გაკეთება. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 8 წლის. მაშინ დედიკოსთან და ბებიასთან ერთად გამოვაცხე ხაჭაპური. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ბიჭი ბოლო მერხზე. ასევე მიყვარს მურჩვინების ყურება. საყვარელი მურჩვინია წუნა და წრუწუნა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, წავიდოდი დისნეილენდში. მე ასევე მიყვარს ცეკვა და ვცეკვავ ანსამბლ თოლიაში. 5 წლიდან ვცეკვავ და უკვე ყველაფერი ვისწავლე. ჩემი ქორეოგრაფია მუხრან დარჩიძე. ის არის მეგობრული და ძალიან უყვარს ბავშვები და ცეკვა. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ილეთია ეს. მე მინდა ვიცეკვა ჯეირანი და იმედია ჩემი მუხრან მასწავლებელი მასწავლის. მე ვაპირებ ცეკვაზე ვიაროთ სკოლის დამთავრებამდე. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ეკატერინე რომ არ მერქვას რა მერქმეო? მე ეკატერინე დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ეკატერინე რომ არ მერქვას ალბათ მერქმეოდა ელენე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ცხენი. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი საჩუქარი იყო მამიკომ რომ მაჩუქა ტელეფონი. ბედნიერება არის დედიკოს ჩახუტება, მამიკოს ჩახუტება, პიანინოზე დაკვრა, მეგობრებთან ერთად გართობა.
მე ვარ ბედნიერი ადამიანი.